მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა, მომდევნო კვირის პროგნოზი. ჩვენ გავაკეთებთ როგორც ყოველთვის კარიერა, ფინანსი, ურთიერთობა. ეხლა ნახოთ თქვენი ენერგია ეხლა განვიხილოთ ეხლა რა ვისთვის იქნება და პლუს კიდე აქაც ჩავდებ მე მინი ასე რომ ვთქვათ, სიგნიფიკაცია, იმიტომ რომ ახლა საჯარო გაშლა შეიძლება ყველას არეზონირდება, მაგრამ რომელიმე სფერო შეიძლება რეზონირდება, შეიძლება ყველა სფერო რეზონირდება. ვნახოთ ახლა ჩვენ ვისთვის არის ეს გაშლა, რა ენერგიებში ხართ ახლა. აქ ამ არხზე გვაქვს ჩვენ გრძელი გაშლები, მოკლე გაშლები გვაქვს ჩვენ სხვა არხზე. ლინკი არის ვიდეოს ქვეშ. Так, ვისთვის იქნება დღევანდელი გაშლა ვნახოთ, რა ენერგიებში ხართ. აუცილებლად ახლა რა თქმა უნდა ვნახოთ მომდევნო კვირის ენერგიები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. Так, თავისით მოდის, ოკეი, მოვიდეთ. აჰა. კარგია ძალიან, აბა ვნახოთ ახლა კარიერა, ფინანსი აქ არის კარიერა, ანუ ჩვენ ეხლა ვნახოთ ეხლა რა სიტუაცია გაქვთ თქვენ ამ სფეროში და რა მითითებები გვექნება მომდევნო კვირისთვის, ხო? ვნახოთ ეხლა რა მითითებები იქნება. ой, მოიცადეთ, ეს იქნება და ეხლა რა ხდება? ეხლა რა ხდება? რომ გვითხრათ. ეხლა რა ხდება? ესე გავაკეთოთ. так, იგივე ფინანსებზე გავაკეთოთ. ეხლა ვნახოთ ეხლა რა ხდება და მე უკვე რა თქმა უნდა რაზე მივაქციოთ ყურადღება. так, ეხლა რა ხდება ფინანსებში და რა გელოდებათ მომდევნო კვირის განმავლობაში. და ურთიერთობა ახალი დასტა მაგ დღესაც, აი ეს ამაზე კიდევ ვიმუშავებ, გაჩვენებთ მე სხვა გაშლაზეც ძალიან ლამაზი არის. რაღაც აი ეს ორი დასტა, რაღაც მე მგონი ერთი და იგივე ავტორის არის და რაღაც არაჩვეულებრივი არის, აქ სიყვარული ხედავთ. აი ნახოთ ახლა მოდით, აი დავჩეხოთ რო იქნება იქ სადღაც მოხდეს. ჩვენი ტუზი ხო, სიყვარულის. ნახოთ ეხლა რა მდგომარეობა გაქვთ თქვენ პირად ურთიერთობაში. და ამ კვირაში რა გელოდებათ. აუცილებლად გავაკეთებ აი ახალი პარტნიორზეც მთხოვეთ ბევრჯერ და გავაკეთებ. так, შემდეგ ნახოთ, ისე დავიწყოთ ახლა ჩვენ, თორე ესე მე მზად ვარ. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ, ახლა რა ენერგია გაქვთ. სხვათა შორის, так, მოდი ახლა. ანუ ესე იგი რა მომწონს მე ახლა აქ. თქვენ ხართ როგორ რა ენერგია შეიცით. ანუ აქ თითქოს უკვე, რაღაცა შეიძლება გეგმები გქონდათ, ფიქრობდით რა გავაკეთო. ზოგისთვის შეიძლება ეს უფრო კიდე რეზონირდეს სამუშაო სფეროში ახლა. იმიტომ რომ აქ მე ვხედავ რომ ადამიანს ქონდა რაღაცა ესეთი შინაგანი ბრძოლა, შეიძლება იყო რაღაცა კონფლიქტები, მაგრამ აი დავუშვათ თუ სამსახურში ქონდათ რაღაცა არასასიამოვნო სიტუაცია, რომელიც დიდი ხანი გრძელდებოდა, ხო? თქვენ მაგის გამოდიხართ რა, ანუ ახლა უფრო და სხვათა შორის არ ამგონია როგორც ცნობდით თავს, ახლა რომ აი არ თქვა დამარცხებული ვარ, არა. კიდე აქ თქვენ გეგმავთ ახლა ამ წუთში შეიძლება ესეთ ენერგიებში ხართ, კიდე რა შემიძლია გავაკეთო, რომ ჩემი ფინანსური მდგომარეობა გავაუმჯობესო. ბევრი აქ არის, როგორც იცით, აი შეიძლება ზოგი ახლა ცდილობს რომ დაუმტკიცოს, რომ მე თქვათ, შემიძლია რა. კიდე შემიძლია გითხრათ, რომ აქ ვიღაცას მართლა ძალიან დაიღალა. იმის გამო, რომ აი ბევრი სამუშაო გაქვთ თქვენ აქ. უფრო ესეთი ენერგიები მოდის კიდე. შეიძლება ვიღაცა ფიქრობს, რომ აი კიდე როგორ გავაუმჯობესო, კიდე რა შემიძლია გავაკეთო. და
იმისთვის რომ გქონდეს შემოსავალი და ანუ აქ მიდის ძალიან დიდი ცვლილება თქვენში. თითქოს როგორ არის, იცით, აი კიდე რა შემიძლია თქვა, როგორი სიგნიფიკაცია შეიძლება იყოს, ну აქაც ნახат რა მხლა ტრანსფორმაცია გაქვს, მერთო გამოდიხართ ამ ტრანსფორმაციიდან, რაღაც კარმული გაკვეთილებით დაამთავრეთ, რომელიც ეხება შეიძლება სიყვარულს. ნახეთ რატომ? იმიტომ რომ სიყვარულის თემა კი მოდის ფონად, მაგრამ მაინც ახლა ესეთი არკანები იყო, რომ ცოტა ვერ იმას, ну აღარ დავამახვილე ყურადღება, მაგრამ ფონად აი მომდიოდა ინფორმაცია. ანუ ესე იგი რა ხდება, შეიძლება გქონდა თქვენ რაღაცა შინაგანი კონფლიქტი, თქვენ ახლა ძალიან ბევრს ბრძოლობთ აი თქვენში. დაუშვათ, აი რა გავაკეთო, შეიძლება თქვათ, ну დავასრულო ურთიერთობა, ან ეს არის როგორი მომენტი და დავასრულო და რაღაც არა, ეს არის როცა ადამიანში მიდის შიგნით კონფლიქტი. ეს არის კიდე როგორ სიტუაციაში, იცით, შეიძლება ზოგჯერ არის მომენტი, როცა ჩვენ ვგრძნობთ თვითონ, რომ რაღაცა ისტორია, რომელიც იყო რაღაც სცენარი ჩემ ცხოვრებაში, იმას უნდა დავუსვა მეწერტილე, მაგრამ აი მაინც მერყეობ რა, აი მაინც ვერ იმაშვები რა, აი არ ვიცი რანაირად მოვიქცე რა, იმიტომ რომ ანუ იყო აქ აგარა გრძნობა, მაგრამ შეიძლება თქვენ რაღაცა სტრესიც მიიღეთ, ან დაუშვათ საუბარი გქონდათ ისეთი, რომელმაც თქვენ მიგიყვანათ ამ სტრესამდე, შეიძლება რამე გითხრას თქვათ ისეთი, რომ თქვენ გული გეტკინათ ძალიან. ან აქ даже გულის ტკენა კი არა. აქ არის გულის ტკენასაც ვერ ვეტყვი. აქ არის როცა აი შოკში ვარ რო იტყვიან რა, ისეთი რაღაცა მოხდა რა, შეიძლება რომ აი ყველანაირად აი თქვენში თითქოს აი გადატრიალება მოახდინა რა ამ სიტუაციამ და ეს ნამდვილად იყო ვიღაცისთვის იქნება ნამდვილად აი თითქოს გამოვდივარ, ეს უსამართლობა ვიგრძენი ძალიან დიდი და ამიტომ ну აი ეს არ მეკუთვნის და მე ნამდვილად მასე არ მინდა რომ იყოს და ავიღებ გამოცდილებას, რომელიც თქვათ, ახლა იყო ამ ურთიერთობაში, მადლიერი ვარ, დიდი ხანი კი ვიყავი, მე ამ რო ვიძახი ხორცის მანქანაში გატარებული, კი ბატონო, იმიტომ რომ აქ ახლა ხორცის მანქანა კი არა, მე არ ვიცი რა მანქანა შეიძლება აქ იყოს. ხელის მანქანა ხორცის ნამდვილად არ იქნება, ესე რომ ჩართავ და ესე რომ ტრიალებს, აი ეგეთი რაღაცა მოხდა აქ თქვენს სიტუაციაში და ну პრინციპში მე ახლა არ გამეკვირდება, რომ ეს ყველანაირად იყო ბიძგი, ალბათ შეიძლება მაღალი ძალებიც გეუბნებოდნენ, რომ დროა უკვე რაღაცა შეცვალო, ძალიან მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში და არ გამეკვირდება, რომ ზოგი თქვათ, ახლა ну ფიქრობს იმაზე, რომ შეიძლება აი რაღაცა აი აქ მომდის იმენა უსამართლოდ მოგექცეს და აი ამ უსამართლობამ თქვენში გამოიწვია აი ეს უდიდესი ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ ბოდიში მე-16 და ну აქ ესეთი ტრანსფორმაციები არის, რომ აი აქ რაღაცა მართლა გადატრიალება მოხდა თქვენ ცხოვრებაში, რაღაცა ესეთი სიტუაცია იყო და ამ შემთხვევაში აქ შემიძლია თქვა, რომ რაღაც დიდი სტრესიც მიიღოთ, მაგრამ ეს ეხება ну სიყვარულის თემას რა. და აქ ახლა კი ბატონო, გაქვთ თქვენ ახლა უყურებთ ახალ გზას, კი ელოდებით დახმარებას ითხოვთ, შეიძლება ახალ ძალებს რომ დამეხმარეთ, მინდა რომ რაღაცა შეცვალოს ამ სიტუაციაში. ანუ რაღაცა მოვიდეთ დრო თითქოს რა, მაგრამ მაინც კიდე რაღაცას ებღაუჭებით და ჯერ ძველს ვერ უშვებთ. აი აქ არის ეგეთი მომენტი. კიდე მაინც რაღაცას ელოდებით, რომ აი იქნებ კიდე დაველაპარაკო, იქნებ გამოვიდეს, თქვათ, აქ პაუზაში შეიძლება იყოს ადამიანი, იქნებ ჩამოვიდეს, რომ რაღაცა გინდა თქვენ, აი იმდენად აი მტკივნეულია სიტუაცია, თითქოს აი სადღაც მაინც კიდე ზიხართ და ელოდებით რა. იმიტომ რომ ნამდვილად, ну ძალიან გულის ტკენა მიიღეთ, მაგრამ ამ კიდე შემიძლია გითხრათ ამ მარტო ყოფნაში ელოდები თქვენ მაინც, იმიტომ რომ გაქვთ ჯერ კიდე მიჯაჭვული ხართ, ხო? კიდე ხართ იმის მიუხედავად, რომ ძალიან მაგარი ხალი ხართ, ძალიან ყველაფერს თქვენ აკეთებთ თვითონ, მაგრამ აი აქ სიყვარული არის, გაიგეთ, აქ შეიძლება სხვაობა იყოს ასაკში, მაგრამ რთულია ასეთი სიყვარულის, მოდის ახლა ისეთ რა დრევა. იმიტომ რომ ადამიანი აქ თითქოს აი არ იქცე, აი სიყვარულს შეიძლება გაძლევს, თქვა გრძნობაზე გელაპარაკებად, მაგრამ აი რო ვთქვა, რომ აი ქმედებაზე, ხო, აი ვერა. კარგით, აი თუ იცანით, ეს თქვენი სიგნიფიკაცია გავაგრძელოთ, რაღაც ეგეთი თემა არის რა აქ. მოდით ვნახოთ, ახლა სამსახური გვაქვს ჩვენ ახლა ფინანსებს რაც გადავეკიდე ღმერთო.
მოდით ნახოთ ეხლა აქ სამსახურს რაც ეხება. ეხლა ვისთვის ეს იქნება სიტუაცია. პრინციპში ნახეთ ეხლა რომ გითხრათ რომ რამეს არ აკეთებთ ან არ მოქმედებთ, არა, თქვენ ძალიან ბევრი იდეები გაქვთ, ძალიან ბევრი ფიქრები გაქვთ, შეიძლება აქ რაღაცას ნახეთ როგორი მომენტია იცით? აქ რატომღაც რა მომდეს იცით? აი შეიძლება ვიღაცა დაუბრუნდა საქმეს, რომელიც კარგად იცის. აი ნახეთ, დაუშვათ მაგ რაღაცა გამოცდილება, მაგ რაღაცა ცოდნა. ეხლა მე ვუბრუნდები იმ თემებს, რომელიც მე ვიცოდე, მაგრამ წამომივიდა იმ ძველზე, წამომივიდა რაღაცა ინსაიტები და აი რაღაც ენერგია, ანუ მინდა ვაკეთო ის, რაც მე კარგად ვიცი. აი ეგეთი რაღაცაც კიდე სხვათა შორის აქ შეიძლება იყოს. პლუს, მაგრამ შეიძლება კიდე გაქვთ როგორი მომენტი, იცით, სამსახურზე. აი ბოლომდე თითქოს რაღაცნაირად არ ხარჯავ თქვენ აქ ენერგიას. იცით, აი თითქოს მინდა სურვილიც მაქვს, მომდის იდეები, მაგრამ ბოლომდე რაღაცნაირად აი არ იხარჯებთ რატომღაც ბოლომდე. ხო, აი თითქოს როგორ ხარ? აი ხვალ ზეგ მაზეგ დავიწყებ. აი მე მოდი აბა ასე გავაკეთო, აი მოდი ისე. აი რაღაცა თითქოს იცით როგორ არის, აი არ გინდათ რომ რაღაც კომფორტის ზონიდან ვთქვათ, გამოსვლა რა, გამოსვლას. ნუ შეიძლება ფიქრობთ რაღაცა ვარიანტებს. გეუბნებით, აი აქ ვიღაცას შეიძლება გაქვთ როგორი სიტუაცია კიდე, იცით, აი გამომივა შევძლებ, ანუ ეს რასაც მე მოვკიდე ხელი, ეს მე რას მომიტანს, კი დიდი ხანია მომწონს მე ეგ სიტუაცია, ეს თემები, კი ძალიან მიზიდავს, კი ძალიან მზად ვარ და ჩავდო თქვათ ახლა ენერგია მაქვს საქმეში, მაგრამ აი ზოგჯერ შეიძლება ეჭვი გეპარებათ რა, რომ აი ხა მე რასაც მოვკიდე ხელი, ეს საერთოდ მე მაგას მოვერევი, იმიტომ რომ რა არის, იცით, აქ ახლა ბევრი რაღაცა უნდა ჩადოთ იმაში, რომ თქვენ მიიღოთ შედეგი იმაზე, რაც გაქვთ თქვენ ჩაფიქრებული, იმიტომ რომ ეს საქმე შეიძლება ზოგისთვის იქნება ის მომენტი, რომ დიდი ხანია მომწონს, დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ აი აქ იცით რა არის, აქ ადამიანმა რომ მიაღწიოს რამეს, ხო, თქვათ იმაში, რაც აქ ჩაფიქრებული, ხო? იცის, მაგრამ მშვენიერ თქვათ, აი რაღაცა რეჟიმი უნდა თქვათ დაუშვა დაიცაოს, აი უნდა ივარჯიშ, ნუ რაღაცა უნდა ძალა დაატანოს ამ საქმეს რა, მაგრამ შეიძლება დრო არ მყოფნის იძახეთ, ხო? კი, ვცდილობ, მაგრამ ნუ ზოგჯერ არ მყოფნის ეს დრო და ვფიქრობ, რომ საერთოდ ახლა აი თითქოს აი როგორ არის, იცით, თან მინდა რომ გავაკეთო ის რაც მე ვაკეთე, თან ახლა არ ვიცი, რა ვიცი, აი რაღაც დაფრინავთ რა, აი დაფრინავთ. აი რაღაც ვერ კიდებთ ხელს, აი ისე რომ თქვათ, რომ მთლიანად თქვენი ენერგია მანდ გაუშვათ რა. აი ეგეთი მომენტი არის რა. შეიძლება ფიქრობთ, აი რას მომიტანს მე ეს ყველაფერი, აი ფინანსებზე კი გადავალთ, მაგრამ დაკლები რადგან დავინახე, აქ ახლა უფრო როგორც დროს ისე ვიღებ რა. რომ შეიძლება დროს ფაქტორი აი არ მყოფნის დრო იმისთვის, რომ ეთქვათ, აქ მთლიანად გავატანო ძალა, მაგრამ აქ არის უბრალოდ ის არის, რომ აი გადასვლა თითქოს, ნუ ვერ ვეთქვი, თქვენ აქ ძალა და რამე არა გაქვთ, თქვენ თავს აჩერებთ რა, რომ გაქვთ თქვენ მაგის საშუალება, მაგრამ რაღაც ისეთი კომფორტში ხართ, რომ აი თითქოს ძალა უნდა დავატანო იმაზე, რომ თქვათ ეს განვახორციელო, აი ეგეთი სიგნიფიკაცია მომდის აქ, მაგრამ ნუ რა გელოდება თქვენ ამ კვირაში? ნუ აქ არის როგორი სიტუაცია, პრინციპში თქვენ ეხლა მოგიწევთ ასე, მოდით ასე რომ თქვა, აქ სხვათა შორის ნახეთ როგორი მომენტი კიდე. აი მე სიტყვა კონკურენცია არ მიყვარს ძალიან, რომ კონკურენცია არ არსებობს, მაგრამ შეიძლება ზოგი დაუშვათ თქვენ ახლა მივხვდებით
რომ აი ვიღაცა შეიძლება გისწრებთ იმ საქმეში, რაც თქვენ იცით, რაღაცა ეგეთი არის. კიდე, აქ არის როგორი სიტუაცია, იცით, აი თითქოს არა, აი ნახეთ, აი შეხედეთ როგორი სიტუაცია. თქვენ ძალიან მშვენივრად, კარგად აი გამოსვლა არის ამ მდგომარეობიდან, მოდი ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ აქ თითქოს იფიქრებთ რომ მოდი რა, თქვენ ძაღლს დაელაპარაკებთ, რომ შენ ახლა დროს კარგავ რა. დროს კარგავ, ემოციას კარგავ, მოდი დაიწყე უკვე იმისი ქმედება, რაც საჭირო. ეხლა ნახეთ, ვინც რა თუ დაუშვთ რამის სწავლობ თქვენ და აი აქ თქვენ სწავლას ეხება, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხო ვთქვით, რომ აქ ყველანაირ ჩვენი საქმიანობა. აი აქ შეიძლება თქვენ დაუშვოთ ეხლა რაღაცას სწავლობთ, ხო? მაგრამ ფიქრობთ, რომ აი ზუსტად ეს მომენტები თუ იყო, აი რაც მე აქ გავხსენე, თქვა, აი არ ვიცი, რას მომიტანს, მიიღირს, არ მიიღირს. აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად თქვენ აქ ამ მდგომარეობიდან ან თქვენ გამოხვალთ, ან გამოგიყვანებენ, რომ იტყვიან ის თქვენი მასწავლებელი, ვინც თქვენ გასწავლის, აი თითქოს ახალი გზას გაჩვენებს რა და მე უკვე მივხვდებით, რომ არა მე შემიძლია და აი გაანახეთ თქვათ ენერგიებს უნდა მიმოქმედოთ. აქ მე რო გადავედი აქა და მე ვარ ვნახე ეს ჩვენი ენერგიები. რა აი გოგო არ. მოდით აბა ჩვენ ეს ენერგიებიც ვნახოთ რა ენერგიებში უნდა ვიყოთ ჩვენ ნამდვილ კვირაში. აი ცვლილებები მიდის ხედავ თქვენ ახლა. კი აი გამოსვა ტრანსფორმაციიდან. всё გადასარევი. აი ნახეთ, აქ ხო იყო, ნახეთ ეს არ დავიწყება ჩვენი, ხო? რო გვაჩვენეს თქვენ ჩვენ, ნუ რამხელა ტრანსფორმაციაში ხართ, всё. აქ ეს ტრანსფორმაცია ჩერდება. ნუ გამოდიხართ რა, იცვლება სიტუაცია, თქვენ აი აქ მშვენივრად კარგად დარწმუნდებით იმაში, რომ არა, მე ეს ყველაფერი უკვე მორჩა. როგორც იყო, აღარ მინდა, მე მინდა რომ უკვე всё გაიმარჯვოთ თქვენ. ანუ ტრანსფორმაციებს თქვენ გაევლით ძალიან მაგრად სხვათა შორის რა. აი ძალიან მართლა გაიმარჯვეთ რაღაცებში რა, რაღაცა პერიოდი დასრულდება და აი ნახეთ თქვენ ეს აქ უკვე თქვენ თვითონაც გრძნობთ რომ რაღაცა ცვლილება უნდა მოხდეს და ნამდვილად აქ უკვე მოხდება ზუსტად და თქვენ გამარჯვებული გამოდიხართ. ფინანსები. და ფინანსური მდგომარეობა აქ ახლა ნამდვილად მე ვერ ვეტყვი რომ ვიღაცა მიყურებს მე ისეთი ისეთ პრობლემები უნდა გქონდეს არა ფინანსებში, იმიტომ რომ ნახეთ ახლა აქ შეიძლება ხო გეუბნებით კიდე რომ თქვა აი პროექტზე მუშაობ დავუშვათ და ფიქრობ. ნუ აი როგორ არის იცით როცა ადამიანი აი ესე ფინანსურად კარგად არის, ხო? შეიძლება გქონდეს ეს მომენტი. ანუ აი ამ წუთში არ მიყურებს ახლა ნახეთ ესეთი ადამიანები თუ დაუშვით სიგნიფიკაცია თქვენი კი იგზენით, მაგრამ ეს ურთიერთობას უფრო ეხება და აქ ნახოთ ჩვენ, მაგრამ რაც ეხება ფინანსებს, აქ მე ვერ ვეთქვი რომ მიზის ვიღაცა გაჭირებული ადამიანი, რომელიც ბოლო კაპიკებს ითვლის. არა, აქ даже შემიძლია თქვა, რომ არის ადამიანი, რომელიც ახლა ну ან ვისთვის ეს იქნება სიტყვაზე ხო ეს მომენტი ადამიანი რომელიც პრინციპში იღებს სამყაროდან რა ქვია შემოსავალს იმიტომ რომ ნახეთ აქ კიდე აი აქეთ რო დაუბრუნდეთ სიგნიფიკაციას ხო აქ ხო გითხარით რაღაცა ფულზე და სამსახურზე თავიდან რო იყო ინფორმაცია ზუსტად აი ეს არის აი თქვენ რაღაცა ახალ ენერგიებში გადიხართ, გაიგეთ რა ხდება. იმიტომ რომ აქ რაღაცას მოერიეთ და აი თვითონ ბედის ბორბალის დატრიალდა ისე რომ აი თითქოს რაც უკვე უნდა წასულიყო, აი აგდებს თქვენი ცხოვრებიდან რა. და თქვენ შემიძლია ვთქვათ, რომ აი თქვენი შრომა, რომელიც თქვენ დებდით ხო, რაღაცაში თქვენ ბრძოლობდით თქვენს ცხოვრებას თქვენ აქ გინდოდათ რამე ცვლილებები ყოფილიყო თქვენ ცხოვრებაში აქ სრულიად თითქოს ესეთი ენერგიები დატრიალდა რომ თქვენ შედიხართ იმაში რაც თქვენ დაიმსახურეთ და დაიმსახურეთ თქვენ უკვე ეს შემოსავალიც რომელიც თქვენთან შემოდის გაიგეთ აქ ვიღაცამ შეიძლება ბინა იყიდა რომელიც ოცნებობდა ხო ან თქვათ ნუ დაუშვება და ზოგი გასაღებიც კი მიიღეთ უკვე ან ნუ უკვე ცხოვრობთ სიტყვაზე შეიძლება რა ანუ მოგიცეთ იმის საშუალება ხო აი ეგეთი რაღაც ან თითქოს დაიმსახურე იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაიარა თქვენ და ამ ტრანსფორმაციებით ხო თქვენ აი გადიხართ ხო ხედავთ უკვე სამიანი არის საკვერთხების ხედავთ ვაფშე ხო
ანუ გადიხართ თქვენ უკვე ამ იმაში რა ქვია, ამ ენერგიებში რა. იმიტომ რომ მე მოვერიე თითქოს აი ამ ყველაფერს, მე ბევრს შრომობდი, მე აი ყველაფერს ვაკეთებდი რა. და აქაც გვაჩვენებენ რომ ეს უკვე უნდა იგრძნო შენ უკვე ამ ტრანსფორმაციის შედეგები უნდა იგრძნო აი აქ მომდევნო კვირაში. მიხვდით? და რას გვაჩვენებენ აქ მომდევნო კვირაში? გადასარევი შემიძლია გითხრათ რომ თქვათ აქ არის გზავნილი თუ გაქვთ თქვენ მუშაობთ გზავნილებზე აი როგორც იცით როგორც აი ვარსკვლავთა ისა წვიმა წამოვა რა აი წამოვა თან შეიძლება ზოგი მიიღებს უფრო მაგარი კონტრაქტს რა უფრო მაგარი კონტრაქტს შეიძლება ზოგის დაუშვათ თქვენ ახლა ანუ სამიანი პენტაკლების შეიძლება თქვენ რამეს სწავლა გინდოდათ სიტყვაზე ხო? აი ამიდა ფულს თქვათ ელოდებოდეთ. აუცილებლად მიიღებთ თქვენ. აქ თქვენი რაღაცა ოცნება ასრულდება. გეუბნებით, აი ვიღაცას რატომღაც მომდის ეს ბინისტია, არ ვიცი. თუ თქვენთვის აქტუალური არის, იცოდეთ რომ თქვენ ახლა ანუ ისე მოხდება როგორც თქვენ გინდათ. პლუს კიდე რომ აი შეიძლება ზოგი მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან შეთავაზებას, რომელიც ნუ მართლა მოგეწონებათ, მნიშვნელოვანია ეს. პლუს კიდე აღიარება თქვენი პროფესიონალიზმის იქნება აქ. და შეიძლება ახალი სამსახურიც შემოგთავაზოს ვიღაცა, მაგალითად, ძალიან მაგარი თემა. აი აქ როგორ არის იცით, თითქოს სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ ეს შემოსავალი, რომელიც ახლა თქვენსკენ წამოვა, ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ, თქვათ, ამ ერთი კვირის იწყება რაღაცა, აი რაღაც ესეთ ენერგიებში შეხვედით, ხო? აი აქ, რომ თქვენ აი თითქოს დახმარებას იგრძნობთ თქვენი და აი საგვარეულო даже კი არა, აი რატომღაც მოდის ვარსკვლავთა ოჯახიდან, იმიტომ რომ რაღაცა კონტრაქტი მომდის რა. რაღაცა ხო რა დამთავრდა რაღაცა რა გაჩვენეს და მე რა არის ახლა ეს. კი, აქ უფრო მაჩვენებენ რომ ნამდვილად ნახეთ, თუ დაუშვათ ვიღაცას ქონდა, თქვათ ვიღაც, ნუ ფული თქვათ არ მოდი ვალები ვიღაცას ქონდა თქვენი, ხო? და დიდი ხანია შეიძლება თქვათ ელოდებოდეთ, აი აქ უფრო წამოვა. ვალების დაბრუნება, აი დიდი ვალების დაბრუნება, სხვათა შორის აქ შეიძლება იყოს, ან დაუშვათ თქვენ რამეს თქვათ აკეთებთ, პროფესიონალი ხართ თქვენ საქმესაც, ხო და თქვათ და აი აქ თქვენ მიიღებთ так, მოიცა საწავედი. მერტო ჩემო, შეიძლება თქვა დაუშვათ თქვენ რამე ორგანიზაციის ხელმძღვანელი ხართ, ხო, სიტყვაზე ეგაც შეიძლება იყოს და აქ აუცილებლად თქვენ მიიღებთ იმას, რაც თქვათ არ, ნუ გაქვთ მისაღები, მოდით ასე თქვათ, რაც შეიძლება დიდი ხანი არ იყო რა. არ შემოდიოდა. კი, აი რაც არ შემოდიოდა. რაც არ, აი სიტუაცია, ნახეთ, თუ დაუშვოთ თქვენ იყავით ისე, რომ ფული, რომელიც თქვათ, ფულს თქვენ ელოდებოდეთ რამე, თქვათ, აი რაღაც ვიღაცას ვალებს, შეიძლება ხელფას ელოდებოდეთ, თუ დაუშვოთ ვიღაცა აჩერებდა, ან რამეს თქვათ, ნუ ორგანიზაცია ხარ და რაღაც თქვათ ელოდებოდეთ თანხებს და უნდა გადმორიცხულიყო რაღაცა თანხა, მაგრამ იყო შეჩერება. აი ეს პერიოდი სრულდება. გაიგეთ? კიდე შეიძლება თქვენ დაუშვოთ ახლა იღებდით ფულს, მაგრამ ძალიან ისე მოდიოდა, თქვათ, ნელა, ხო? ან თქვათ შეფერხებები იყო, ან ცოტა იყო. აი აქ თითქოს აი ხო გითხარით, აი ვარსკვლავების წვიმა რო თქვი, ხო? ეს პერიოდი მთავრდება თქვენი, აი ეს პერიოდი, სადაც შეჩერებული იყო, ნელ-ნელა მოდიოდა, ან არ მოდიოდა, ან იგვიანებდა, ან რაღაც, აი ეს პერიოდი უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება აქ ნუ რაღაც მიდგომას შეცვლით დაუშვათ ფინანსების მიმართ, ხო, გაიგეთ რა ხდება და ეს კიდე თუ უფულობა გქონდა თქვენ ეს უფულობა დასრულდება, იმიტომ რომ თქვენ აქ რაღაცა კაი სამსახურს
მიიღებთ რა, ასე რომ ვთქვათ, აი ნახეთ, შეიძლება წია რაღაცა ვთქვათ, გიხსენ. აი აქ რაღაც სტაბილურობა მოდის, მიხვდეთ, რაღაც ძალიან დიდი სტაბილურობა და ეს ძალიან გესიამოვნებათ. ეს ძალიან გესიამოვნებათ, აი თქვენ რომ აი ამოისუნთქებთ რა, ამოისუნთქებთ კი ბატონო, იმიტომ რომ всё სტაბილურად შემოდის ჩემთან შემოსავალი, მე კარგად ვგრძნობ თავს, მე არ ვნერვიულობ. ანუ როცა შეცვლილი გაქვს თითქოს ენერგიების ფულის სადმე. გაიგეთ, აი თითქოს მე ვენდობი მაღალ ძალებს იმაში, რომ რაც ჩემია, ისედაც უნდა მოვიდეს, იმიტომ რომ მე ვშრომობ, მე ვაკეთებ დრამის მნიშვნელოვანს და მე ეს მომწონს და ნამდვილად მე ვიცი, რომ რასაც მე ვაკეთებ, ის სამყარო მე მიბრუნებს. ნუ კიდევაც გეუბნებით, რომ აი აქ თითქოს სტაბილურდებით თუ რა დაუშვათ ადრე რაღაცა გაწუხებ და თქვენ ახლა ეს სირთულეები მთავრდება და ისეთი სასიამოვნო იქნება თქვენთვის აი ფინანსური თემაში მდგომარეობა, რომ იტყვით, რომ აი ამოვისუნთქე რა, რო იტყვიან რა, კი ბატონო, ამოვისუნთქებ. აი კიდე გეუბნებით სტაბილურობა. იმ საქმეზე, რასაც თქვენ კარგად აკეთებთ, პროფესიონალურ დონეზე აკეთებთ, ნამდვილად თქვენ სამყარო გადაგიხდით, მოგივათ შემოვა პული. აი ისე რა ქვია. შეიძლება ვიღაცა კიდევაც გამოდის პერიოდი, აი არ აქვს ძალიან დიდი სიხარული არის და აქ არის ძალიან დიდი წინსვლა. ვიღაცა ახალ კაი სამსახურს ნახავთ, გეუბნებით რა, აი კარგი ანაზღაურება გექნება და სტაბილური რა. აი აქ რაღაც სტაბილურობა მოდის, იმიტომ რომ იმპერატორი ჯერ თვითონ არის სტაბილური შემოსავალი. ისლამ იმპერატორი, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს რაღაც, აი კიდე როგორ შეიძლება იყოს, იცით, გზავნილი თქვენი აღიარება, როგორც პროფესიონალის და რაღაცა ერთიანი კარგი დიდი თანხა შემოდეს იმის მიუხედავად, რომ სამიანი პენტაკლების, ხო? მაგრამ იმპერატორის ეს არის აი რაღაცა მაინც შეიძლება ახალი დაწყებული საქმიდანაც რა, ანუ რამე შეთავაზება მოვა და ისეთი კარგი კონტრაქტი, ან კონტრაქტს მოაწერთ ვიღაცას, ან თქვა თქვენ თუ დაუშვათ ახლა მსახიობი ხართ, ან ვარსკვლავი, ან რა ვიცი, ბლოგერი შეიძლება ხართ, ხო? შეიძლება შემოთავაზება ისეთი იყოს, რომ აი თქვა რეკლამას შემოგთავაზებენ, ან თქვა ახლა კონტრაქტს შემოგთავაზებენ რა. და აი ეს იქნება თუ იღებდით რაღაცა ცოტა ფულს, აი აქ თითქოს უფრო დიდ თანხას, ნუ მიიღებთ რა. ანუ სტაბილურს მოდით ასე თქვა, დიდს არა, სტაბილურ თანხას მიიღებთ რა. კარგით, ურთიერთობაზე აბა ნახოთ გადავიდეთ. ანუ ეხლა რა არის თქვენთან ეხლა აქ არის, ნუ სიტუაცია არა ისეთი, რომ თქვათ აქ როგორი მომენტი იცით, შეიძლება რაღაცა გასრულდა რაღაცა სიტუაცია, შეიძლება თქვენ არჩევანიც გააკეთეთ, ან даже შეიძლება ვიღაცას არ აქვს ახლა საშუალება, რომ იყოს ერთად და ამის გამო მოუწიეთ დასრულება ურთიერთობის. იმიტომ რომ აქ არის როგორი აქ ნახეთ რა ენერგია მომდის, თითქოს ახლა რო ვთქვა, რომ ამ კოშკის სუ დამთავრდა, ნახეთ აქაც ხო კოშკი არის, რა ხო გითხარით ურთიერთობაზე რაღაცა თემაა. აი თითქოს იმიტომ რომ აქ ახლა ხმალების რვიანი. აი უცბად რაღაცა მოხდა, უცბად შეიძლება იყო შეხვედრაც და უცბად რაღაცა დასრულება. ან გამოჩენა და მაგრამ ხმალები კიდე შეიძლება ვიღაცამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რომ ნამდვილად, ნუ ლოდინი შეიძლება თუ გქონდათ, აქ ლოდინი როგორ იცი დაბრკოლებები რაღაცები რა. აი თითქოს შეიძლება ზოგმა თქვა, რომ აღარ მინდა რა. საინტერესო პოზიცია. აქ რატომღაც კიდე რა, აი იცი იძულებულ, აი მაინც არ შემიძლია რას უმიწიერ დონეზე ურთიერთობებს, მაინც ვერ ემაშვები ხოლმე და მომკალეთ თუ გინდა. აი გუშინ რო ჩავწერე, მე მგონი გაშლა იყო ძალიან კარგი რა.
და აქ თითქოს იძულებით დააშორეს ეს წყვილი, მაღალი ძალები, აი მაღალი ძალების არჩევანი იყო. რომ შეზღუდეს რაღაცა აქ ურთიერთობა. მაღალი ძალების არჩევანი იყო აქ. რატომღაც აი საჭიროა. აქ ახლა შეიძლება დაუშვათ, იმიტომ დააშორეს, რომ რაღაც ახალი ეტაპზე უნდა გადავიდნენ. აი მე ხან შემიყვანთ იმაში გარჩევაში, თორე ჩვენ ზეგამდე ვერ მოვრჩებით აქ. მოდით ახლა ნახოთ, მას ცალკე მე გავაკეთებ. Ну, პრინციპში ნახეთ, აჰა, вот, пожалуйста. მიიღეთ ჩემო სიხარული კუნებო. ანუ აქ სიტუაცია შეიცვლება, მანძილი ხო იყო, თქვენს დრო იყო რაღაცა, ხო? მაგრამ ეხლა გვეუბნებიან, რომ აქ იქნება ძველი პარტნიორი, ნახეთ, ძველი ისტორია შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ შეცვლილი. აი ეს მანძილი ხო გითხარით, რაღაცა თქვენ დაგაშორეს. ეს დაშორების მანძილი თქვენთვის იყო მნიშვნელოვანი. აქაც ნახეთ, როგორ მუშაობენ დასტები. რაღაცა შეიცვალა. რაღაცა შეიცვალა. აქ არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანი მოვა თითქოს სხვანაირად. იმიტომ რომ ნახეთ, აქ ძველი პარტნიორის დაბრუნება. ძველი პარტნიორის დაბრუნება, მაგრამ განახლებული ქმედებებით. ნუ ეს აქტუალური იქნება იმათთვის, ვინც თქვა ელოდებოდა. ძველი, იმიტომ რომ იყო დაშორება, აქ დაჟე ნახეთ როგორ შეიძლება იყოს. აი თქვენ თვითონ ვერ გაიგეთ რა ხდება, ხო? აი თითქოს ახლა, ნუ კარგად ვარ, თქვა სიტყვაზე ჩვენ უცბად რაღაცა მოხდა, იმიტომ რომ აქ ნახეთ უმაღალი არკანი, უცბად რაღაცა მოხდა და всё, დაგბლოკეს. დაგბლოკეს. და მერე ეხლა გეუბნებიან და სრულდა ეს პერიოდი, შეიცვალა, მორჩა, თქვენ რაღაცა ეტაპი გაიარეთ. მხოლოდ აქ როგორი მომენტი იქნება, იცით გოგოებო, თქვენ დაჟე აქ უკვე რჩება ჩუმად იყავით რა. აი საყვედურები, რაღაცები, არაფერი არ უთხრათ. აი რაც ეხებოდა ძველს არ ხო რა. ხო. მე თვითონ გეტყვი ყველაფერს. შენ გაჩუმდე, მე გეტყვი ყველაფერს. ხო, არ გეწყინოს. შეიძლება მოხდეს აქ როგორი მომენტი, იცით, რომ აი აქ მოვა რაღაცა წინადადებით ეს ადამიანი, ხოლმე გეტყვის გაჩვენოს და ხაი მე მომისმინე ახლა, მე მომისმინე, მე გეტყვი რაღაცას. შეიძლება თავიდან ეს არ მოგიწონოთ თქვენ ეგ სიტუაცია, მაგრამ მერე მიხვდებით, რომ პრინციპში ცუდი წინადადება არ არის, იმპერატორი ისევა. ან შეიძლება იტყვით, რომ ახლა აი რა უნდა მოგისმინო, რა უნდა მითხრა ისეთი. მომისმინე. ეს ორივესთვის კარგი იქნება. კი. ორივესთვის კარგი იქნება. ნუ შეიძლება დაუშვათ რაღაც ეს თქმა უნდა და ანდრე კარგად იქნება, მაგრამ ხო ეს ძველი. ანუ აქ ახლა ესე იგი რაღაცა იყო მომენტი, ნახეთ, როცა თქვენი საუბარი არ შედგა, ვიღაცა წავიდა, აი ძალიან იჭუბეთ რაღაცა შეება და ან თქვენ რამე უთხარი და გავარდა. აი ეხლა მოდის რომ მომისმინე, მე უნდა გითხრა რაღაცა ისეთი, რომ მე მივხვდი რომ შენ ჩემთვის ვინა ხარ, ზვირფასი ხარ. ანუ აქ თითქოს ადამიანი აი აქ იმიტომ კოშკი რაღაცა მიდის რა, ანუ ადამიანს მიეცა საშუალება. იმიტომ არის გამარჯვებული, აი აქ გახარებული არის იმპერატრიცა. და всё, მე წავედი ხა მე მგონი გარჩევაში, ხო? ნუ შანსია დაელოდეთ ვიღაცას და ნამდვილად ახალი რაღაც თემებით მოვა თქვენი პარტნიორი, ხო? და ანუ მართლა ახალი იქნება რა, რაღაცა ისეც გეტყვის, აი უბრალოდ შეიძლება გითხრას რომ მომისმინე, მე რაღაცა შეთავაზება იქნება მაგისგან, შეიძლება გეტყვის რომ მომისმინე, რაღაცა უნდა გითხრა, მაგრამ ეს თქვენთვის იქნება ძალიან ისეთ ნახე ორი ტუზი მოდის რა.
ნუ გექნებათ აქ რაღაც საუბარი. იმიტომ რომ რა არის, იცით, თქვენ აქ სულით მოусმენთ. აი თითქოს ფიქრობდით, თქვენს გქონდათ იმისი დრო და იმის საშუალება, რომ აქ შეიძლება საღამოს საათებში მოვიდეს ადამიანი თქვენთან, ან გამოჩნდეს საღამოს საათებში და ზუსტად აი აქ რა არის, აქ არის სიყვარული, მაგრამ ხო გეუბნებით, ისეთ ენერგია მოდის, რომ თითქოს აი რაღაცა მოხდა, იმიტომ თქვი რომ მაღალი ძალების თემაა რა, დაგაშორეს თქვენ იმისათვის, რომ თქვენ უნდა ყოფილიყავით კიდე რაღაცა პერიოდი, ამიტომ რომ აი უცბად მოხდა რაღაცა, აი კარგად იყავით, უცბად მოხდა ჭკუები დაუშვათ, ხო? მაგრამ აი აქ თითქოს ადამიანი უნდა დააბრუნონ თქვენთან. უნდა დააბრუნონ ეს ადამიანი თქვენთან. იმიტომ რომ მაგან უკვე რაღაცა მიხვდა რა აქ. და მოდის თქვენთან სალაპარაკოთ და თქვენს პრინციპში აქ თითქოს როგორ არის, ისე თქვენ შანსს მისცემთ, რომ თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი სულები, აი თქვენ კი შორს ხართ დაუშვათ, ნახეთ. შეიძლება დაგაშოროთ, მაგრამ სულები დარჩნენ ერთად. სულები არსად არ წასულან, ანუ ისე ვისე რაღაცა გრძნობთ ერთმანეთს, თქვენ გაიგეთ რა ხდება. სულ აი ვერ შეეწინააღმდეგები. შენ შეიძლება ახლა ადამიანი როგორც ფიზიკური სხეული სადღაც ხარ, მაგრამ აი აქ როგორც სულები ერთად ხართ რა, მაინც და აი აქ მოვა ადამიანი რაღაცას თავის რაღაცა წინადადებით, რაღაცა საუბრებით, რაღაცა უნდა გითხრათ რა, აი ეგეთი რამე. მაგრამ ის, რასაც ის შემოგთავაზებს, თქვენ მიიღებთ აქ გადაწყვეტილებას მაინც. თქვენი იქნება ეს გადაწყვეტილება, რომ ნუ რო გითხრათ, რომ ცუდი არ იქნება აქ, ვერ იქით რაღაცა ძალიან წინსვლა უნდა გქონდეთ ურთიერთობაში, კი. იმიტომ რომ აქ რა არის, იცით, ახლა ადამიანი რაღაც ვერ გეუბნებოდა, ვერ მოქმედებდა, ვერ აი რაღაცნაირად აი წელავდა სიტუაციას, ეს სიტუაცია თქვენ გულს გტკენდათ, გაიგეთ, და ეს რაღაც სლოდინში მაინც იყავით თქვენ. და უკვე შეიძლება რამე ულტიმატუმიც უთხარით, ან თქვათ შენ თქვენი პრეტენზიები უთხარით და ეხლა ეს პერიოდი თითქოს თქვენი ეს სწავლების პროცესი მთავრდება, წინსვლა არის, всё. გამოდის ადამიანი კონტაქტს, ალბათ თქვენს უკვე მზად ხართ. ნუ ნახეთ თქვენ ეხლა როგორ განვითარდება. მომწერეთ ჩვენ რა თქმა უნდა ხა ამ სიტუაციებს განვიხილავთ კიდე ეხლა. ნუ მე რა თქმა უნდა გისურვებთ თქვენ ეხლა აი ესეთ გამარჯვებას, რომ კარგად იყოთ ჩემო სიხარულება.